აბა დავიწყოთ გაგრით, სადაც დღეს ნალექი და 23 გრადუსია მოსავალ. და წვიმს სოხუმშიც 22 გრადუსი ტემპერატურით. წავედით და მივადექით ზუგდიდ, სადაც 20 გრადუსი და ნალექი არის დღეისთვის. მესტიაში წვიმს და 16 გრადუსი თაკო მე მგონი გამოცვლა გვიწევს. მე არ ვაპირებ, ფოთში 22 გრადუსი და ნალექი დღის განმავლობაში. ბათუმში ჟინჟლავს 23 გრადუსი ტემპერატურით. რაც შეეხება ოზურგეთს, აქაც ნალექი დღეს და წვიმა 23 გრადუსი. წვიმს და თავზე დაგაწვიმთ ქუთაისშიც, ასე რომ ქოლგათანი გონია. ამბროლაუშიც იწვიმებს 21 გრადუსი სითბოა დღის მანძილზე. ყველგან წვიმს, ახალციხეშიც წვიმს და 23 გრადუსიო. წვიმა 18 გრადუსი სითბო. კარგი რა, ბაკურიანშიც წვიმს, თაკო 17 გრადუსი წვიმიანი ამით ვერ ტემპერატურა. მოვიშორებ თავიდან. გორშიც იწვიმებს 25 გრადუსი არის ტემპერატურა. ცხინვალში გამოანათა სამაგიეროდ 22 გრადუსი ტემპერატურა. აღარ ჯერა უკვე. სტეფანწმინდაში 18 გრადუსი და წვიმიანი ამინდი აქაც დღის განმავლობაში. გუდაურშიც მზე ღრუბლებში დაცურავს 14 გრადუსი ტემპერატურა იქვე. თელავშიც მზე გამოანათებს 28 გრადუსი სითბო. ბრდღვიალებს რუსთავი 31 გრადუსი ტემპერატურით და აიცით ზიანი დედაქალაქ თბილისში ზიანი არის ეს გაგრილება უკვე აღარ არის 29 გრადუსი არა მაგრამ მინდარდა გვინდა საბოლოოდ რომ დაადგეს ზაფხული დადგა უკვე ცოტა ხანი თავი მოგვაბეზროს და მერე წვიმასაც ვინატრებთ ხოლმე აი ეს კადრი პირდაპირ ტრანსლაციით ჩვენი სატელევიზიო ანძიდან და ნახე აი როგორი შეფაკალულია ჩვენი თბილისი თბილისო